ჩვენ სამყაროში არსებობს ყველაზე დიდი, ყველაზე ბრწყინვალე, ყველაზე დაუჯერებელი, მაგრამ ყველაზე დამაჯერებელი სასწაული, რაც არის მკვდრეთით აღდგომა. მე მინდა ცოტა არ იყოს სხვანაირად დაგანახოთ ეს საოცრებათა შორის საოცარი დღესასწაული. მარტო ის კი არ არის, რომ იესო ქრისტე აწამეს და მერე მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგა. ეს არის დიდი ნუგეში ადამიანისთვის, დიდი უპირობო სიყვარული ღმერთისგან, რომ რაც არ უნდა მკვდარი იყო, რაც არ უნდა ნაწამები იყო და რაც არ უნდა განწირული იყო. თუ იწამებ, თუ დაიჯერებ, აი იმ სიყვარულს, რა სიყვარულითაც უყვარ ხარ შემოქმედს, შენ აღდგები მკვდრეთით და შენ აღგადგენს სუფალი და მოგანიჭებს სიცოცხლეს. მე ახლა მინდა გავშალო ეგრეგორების ბარათები და ჩვენს წინაპრებს ვთხოვო, რომ გვაჩვენოს რა იქნება ის აღდგომა ჩვენს ცხოვრებაში, რაც თავიდან დაგუბადებს. რა იქნება ის ნაპერწკალი ჩვენს ცხოვრებაში, რაც მოგვიტანს სასიცოცხლო ძალას, ენერგიას და რა იქნება ის მადლი, რომელიც გონია, რომ მორჩა დამთავრდა, გარდაუვლად დამთავრდა, მაგრამ იქვე გვწამს, რომ ჩვენ შემოქმედს უყვართ, რომ ჩვენ ვართ ჩვენი დიდი ღმერთის მამის შვილები და ჩვენ აღგვადგენს. მე ამოვიღე 4 ბარათი და მინდა ჩაიფიქროთ, რომელ ბარათშიც გინდათ. ჩვენ გვყავს 4 საგვარეულო გენი, ხო? 2 დედის მხრიდან ბებია და ბაბუა და 2 მამის მხრიდან ბებია და ბაბუა. თქვენ აერჩიეთ რომელი გინდათ, ან ერთ-ერთი მხოლოდ ერთი ბარათით, ან 4-ვეში ჩაიფიქრეთ თითო გვარი, რო არ დაიბრუნეთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ხო? თქვენი დედის მხრიდან არის ბებია საგვარეულო და ბაბუა საგვარეულო და მამის მხრიდანაც ბებია საგვარეულო და ბაბუა საგვარეულო, ანუ 4 გვარის ეგრეგორი ჩაიფიქრეთ და ვნახოთ, იმიტომ რომ მათ უფრო მეტი კავშირი აქვთ ახლა შემოქმედთან, მათ უფრო მეტი უხილავი ძაფი აქვთ ჩვენი სამყაროსთან და ვნახოთ რა მოდის ჩვენთან ისეთი, რომელიც მკვდრეთით აღგვადგენს. მაშას ვიწყებ. ვინც ეს ბარათი ჩაიფიქრა, პირველ რიგში დააკვირდით, უბრალოდ თქვენ დააკვირდით და აღმოაჩინეთ, რომ აღმოჩინეთ ის სათქმელის მესიჯი, რისი თქმა უნდა თქვენთვის. დააპაუზეთ ვიდეო და უბრალოდ აღმოაჩინეთ. მე კი გეტყვით, რას ვხედავ და თუ ეს რეზონინდა თქვენთან, დამილაიქეთ ან დამიწერეთ. ის გვარი, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ ახლა ამ ბარათზე, გეუბნებათ, რომ რასაც ეძები შენშია, რაც გარეთ გგონია, ის შენშია და რასაც ელი გარედან, ის შენშია. და ისე როგორც დედა შობს შვილს, ისე შობე, გამოიტანე, გამოავლინე ის შენიდან გარეთ. ნუ ეძებ სხვაგან, ყველაფერი შენშია. თუ სადმე სიყვარულს ეძებ და ელი ამ სიყვარულს დაინახე, რამხელა სიყვარულია შენში, შეიყვარე შენი თავი, ჯერ შენში აღმოაჩინე ეს, თუ გსურს თანადგომა, ნახე ეს შენშია და შენი თანადგომა შენი თავისადმი გამოავლინე და გამოიტანე ეს გარეთ. ნებისმიერი სურვილი აღმოაჩინე შენში და შემდეგ გამოიტანე ეს გარეთ. და როდესაც ამას გამოასხივებ, როდესაც ამას აირეკლავ შენ ამ ყველაფერს, ის შემოვა მერე ისევ გარედან შენში. ეს როგორც ასე ვთქვათ, წრეზე სიარული ისია, რაც ზევით არის
ქვევით არის, რაც შენშია გარეთ არის და რაც გარეთ არის შენშია. იპოვე ყველა სანატრელი რამ შენში, შენ თავში. მათ ჯერათ რომ და გეუბნებიან რომ ეს ყველაფერი შენშია, უბრალოდ დაინახე. ახლა ვნახოთ აი ამ ბარათზე, რომელი გვარით ჩაიფიქრეთ. დავპაუზეთ ვიდეო და მე განმარტავ და შემდეგ გააგრძელეთ და თუ რეზონირდა როგორც გითხარით დალაიქეთ ან დამიწერეთ თქვენებური ახსნა ან დაასტური რომ რეზონირდა. სამყარო გეუბნებათ რომ თქვენთან მოდის და თქვენ ძალიან მალე იქნებით ისეთივე ბედნიერი ადამიანი როგორც გინდათ რომ იყოთ. თქვენ უკვე მზად ხართ ამ ბედნიერების მისაღებად და ძალიან მალე შევერთდე ამ შენ ბედნიერებასო. ახლა ვნახოთ აი ეს ბარათი, ვინც ჩაიფიქრა, რომელი გვარით ჩაიფიქრა. ეს არის და გეუბნებათ რომ არ არისო წყვეტაო ცოცხლებსა და გარდაცვლილ ადამიანებს შორისო, რომ როცა გიყვარს, როცა იხსენებ, როცა რაღაც კავშირს გრძნობ ხო, თუნდაც მოგონებების, თუნდაც სიზმრების, ეს კავშირი მართლაც არისო, რეალურიო და თუ მაქედან გონიათ რომ რაღაცა დიდი სიშორია, დიდი მანძილიაო ჩვენ შორისო, ჩვენი და საერთოდ არ არისო ესეო და არ არის საჭირო გლოვა და ტკივილიო რა, იმიტომ რომ ამით ჩვენ ვძიმდებითო, იმიტომ რომ არ არის ტრაგედიაო, გარდაცვალებაში არაფერი და ეს უბრალოდ არის ცხოვრების ციკლიო. გარდასახვაო. ერთიდან მეორეშიო. და კიდე მოდის ენერგია ამ ბარათიდან, რომ არ ვიცი ესეთი ენერგია მოდის, რომ რაც მე მიყვარდაო, გააკეთე ისო და დაიჭერ ამ კავშირსო. კონკრეტულად ეს არის რაღაც საკვებზე, ანუ საკურთხის თემა შემოვიდა. კარგით, ნახოთ ბოლო ბარათი. ნახოთ ბოლო ბარათი. რას გეუბნებათ. ცხადი აქაც ჯერ დააკვირდით რას გეუბნებათ თქვენეს, დააპაუზეთ ვიდეო და შემდეგ მოისმინეთ ჩემი განმარტება, ჩემეული ხედვა. ეს გეუბნებათ რომ მე ვხედავ რომ ძალიან ხშირადო და შეიძლება ახლაცო ნებდებიო. ნებდები და მორჩილი ხარო ცხოვრებისო, ნებდები და მორჩილი ხარო ხერას გეუბნება თითქოს ცხოვრება რაღაცა ბორკილები და გადო შეგბოჭა უარი თქვი შეზმეზე და იყავი კარგი ადამიანი, უბრალოდ კარგი ადამიანიო და მოიგლიჯეს მიჯაჭოლობებიო, არ არის საჭირო ეს მსხვერპლ შეწირვაო და დროა რომ გაიხსენო ვინ გინდა რომ იყო შენ, ვინ ხარ შენ, რა გინდა რომ აკეთო და რა გსურს შენ, არავის არ სჭირდება ეს მსხვერპლიო. აი მას გეუბნებათ. ძალიან გთხოვთ მომწერეთ როგორ რეზონირდა, მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ არსებული გაშლა და ყომ დაიჯერეთ რომ მარტო ქრისტე არ აღმდგარა მკვდრეთით უფალი ჩვენს აღგვადგენს, ანუ რას გულისხმობ ზუსტად იმ ტკივილში, რაც გონია რომ გკლავს, გვანადგურებს და ჩვენ ის არა ვართ, ვინც ვიყავით, უბრალოდ დავიჯეროთ, რომ უფალს უყვარვართ, უპირობოდ უყვარვართ, ჩვენ მათი შვილები ვართ და გვაჩუქებს იმ რაღაცას, რაც ისევ დაგვიბრუნებს სიცოცხლის ძალას. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობება თქვენი ნათია შაი.